სახელით მამისათა და ძისათ და სულისა წმინდისათა. ამინ. იცით რომ ყველიერის კვირა განსაკუთრებული მოსამზადებელი პერიოდია დიდ მარხვის დაწყების წინ და საკითხავების სახარებისას როგორც ხედავთ უფლის ტკივილებს, ტანჯვას, ჯვარცმას და ჩვენთვის სიკვდილს გვახსენებს. შესაბამისად განგვაწყობს იმისათვის რომ მარხვის პერიოდს რომელიც ყველა ქრისტიანისათვის განსაკუთრებულია და ყველას აქვს ეს საკუთარ თავზე გამოცდილი რომ რაღაც სხვა რამე არის თუმცა ბოლომდე რაციონალურ განსჯას არ ექვემდებარება თუ რატომ ხდება ამ პერიოდში ადამიანი რატომ მოდის რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმიტომ რომ ახლა საჭმაზე ხომ არ არის დამოკიდებული პერიოდია ისეთი და ბუნებრივია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაიძულოთ უნდა ჩვენი თავი უფრო მეტი სერიოზულობით შევხედოთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ჩვენს ქრისტიანობას. ჩვენ უკვე ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ის რომ უბრალოდ რელიგიურობა არაფრის მომცემი არ არის და კარგად უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს ქრისტიანული სარწმუნოება, რას ნიშნავს გვერქვას დიდი სახელი ქრისტიანისა და რას ნიშნავს ვიწოდებოდეთ მის მეგობრებად, მის მოსწავლეებად, მის მიმდევრებად, რას ნიშნავს აღსრულდეს ჩვენში ნათლობის აღთქმა, რომ შეუდგეთ ქრისტესა, რომ ვებრძოლოთ ბოროტს და ყოველგვარ მის გამოვლენებას და საქმეებს და რას ნიშნავს რომ სამყაროს შემოქმედს ვუწოდებდეთ მამას. რას ნიშნავს რომ ვიყოთ ეკლესიის წევრნი, რას ნიშნავს მართლმადიდებლური აღსარებლობა, რას ნიშნავს ჩვენთვის ლოცვა და რას ნიშნავს ჩვენთვის უწმინდეს ხორცთან და სისხლთან ზიარება. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად უნდა გქონდეს გაცნობიერებული და აი ყველაფერი ამის ფონზე და ამაზე დაყრდნობით რას ნიშნავს იყო ადამიანი და რას ნიშნავს კიდე თქვა ჩვენ სასულიერო პირებმა დავამატოთ რას ნიშნავს იყო ქრისტეს მღვდელი, იერარქიაში მყოფი ქრისტეს მღვდელი, ეს ყველაფერი კარგად უნდა გქონდეს გაცნობიერებული და აი დღეს როცა ჩვენ კითხულობდით ლუკა მახარებლიდან უფლის ტკივილებს, ტანჯვას, ჯვარცმას, მის მოკვდინებას ჩვენ ხედავთ თუ ვინ აკეთებს ამას, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს კლავენ. ეს ადამიანები ხომ მორწმუნეები არიან, ეს ადამიანები ხომ ზნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, ეს ადამიანები ხო სამშობლოს მოყვარულნი არიან, ამ ადამიანებმა ხო სჯული კარგად იციან, ისინი ლოცულობენ, ისინი მარხულობენ, ისინი მესიას ელოდებიან, ისინი ძველი აღთქმის ეკლესიაში, საეკლესიო იერარქიაში არიან, ისინი სჯულის მოძღვარნი, ეკლესიის ძველი აღთქმის ეკლესიის მსახურნი, მღვდელნი და მღვდელმთავარნი არიან. ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს და ბუნებრივია რომ ჩვენ უნდა ის სწავლება, რასაც გვაძლევს ამით ეკლესია უნდა კარგად გავითავისო და როგორც ხშირად ვამბობთ, როგორ გვეხმარება ხშირად ჩვენ მოციქულთა წერილები, ის წერილი, რომელიც სახარებასთან ერთად იკითხება და ეხლაც მე მინდა რამდენიმე მუხლი აღმოგიკითხოთ დღევანდელი სამოციქულოდან, რომელიც სწორედ ამ სახარებისეულ საკითხავსთან დაკავშირებით არის მოტანილი წმინდა მამათა მიერ ეკლესიაში და დღეს ჩვენს მიერ აღმოკითხულნი. და ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება ჩვენ ერის ადამიანებსაც და უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებს. თუ რა გამოიწვია ის, რა არის მიზეზი იმისა, რა მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ ის ვისაც მთელი ცხოვრება ელოდები ძველი აღთქმის სასულიერო პირებზე და ძველი აღთქმის მორწმუნეებზე ვსაუბრობ. ან ჩვენ, რომლებიც ეკლესიაში ვართ, ის ვინც თითქოს და ქრისტეს გამოვიკრიბებით ეკლესიაში და ვინც ვისაც ქრისტიანები გვქვიადათ, რომ კითხონ, აბა რისთვის ვარ ჩვენ ამისთვის ვართ, რა შეიძლება იყოს გახდეს,
რა შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ არათუ ვერ შევიცნოთ, ვერ დავინახოთ, ვერ ვიპოვოთ, ვერ გავიცნოთ, ვერ გავიხსნათ მის წინაშე, რომ გარდავიცვლებით იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ ან გვითხრას არ გიცნობთო, როგორც პიროვნებებს, ან კიდევ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მოვიძულოთ და არ დაუშვათ ის, რომ ჩვენს გულში იგი ყოფობდეს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და აი ეს დღევანდელი საკითხავი, ეს არის იუდა მოციქულის ეპისტოლე, რომელიც მეტნაკლებად ხსნის თუ რა მდგომარეობაში ყვნენ ის ადამიანები და რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ დღევანდელი ადამიანები, ქრისტიანები და მათ შორის სასულიერო პირები, რომ რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ და რა შესაბამისად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან რა ზუსტად იგივეს გაუკეთებენ ქრისტეს ოღონდ საკუთარ გულში, რაც მათ გაუკეთეს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირი ნომინალური ქრისტიანობა ან ნომინალური მღვდლობა ვერაფერს ვერ მიშველის. თუ მე ამ მდგომარეობაში ვიქენი, რა მდგომარეობასაც ჩვენ ახლა წავიკითხავთ. აი როგორ აღწერს იუდა მოციქული. ეს ერთი თავი აქვს იუდა მოციქულის ეპისტოლე არის ერთი თავი. და აქედან არის ეს მუხლები. გარნა ესენი როგორი ადამიანები იყვნენ, ანუ როგორი ადამიანი იქნება დღეს ის, ვინც ქრისტეს ეკლესიაში მორწმუნე სასულიერო პირიც კი მათ შორის ვერ იცნობს. როგორი რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს, რა მდგომარეობაში იქნება, რა მდგომარეობაში არიან ესეთი ადამიანი უფრო სწორედ. გარნა ესენი რაოდენი არ აიციან, გმობენ. ქრისტეს სიტყვიერად არა, ცხოვრების წესი აქვს ლაპარაკი და გულის მდგომარეობას. და პრინციპში გარკვეულწილად ცხოვრების წესიც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია თუ როგორ შეიძლება ებრძოდნენ ეკლესიაში, მაგალითად წმინდანებს, ოქროპირი თქვათ, ყოველთვის ვიხსენებთ ამ მაგალითს, ხო? და უამრავი, ახლა არ ჩამოთვლი, უამრავი წმინდანი, რომელსაც და მათ შორის მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწეები, რომლებსაც დევნიდან მუდამ ეკლესიაში, ეკლესიის წიაღში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მათი სახით ქრისტეს დევნიან. როცა იდევნება ევქარისტიული ცხოვრება, როცა იდევნება სწორი ლოცვა, მათ შორის იესოს ლოცვა, ეს ყველაფერი ქრისტეს დევნის სხვადასხვა სახეებია. როდესაც დევნიან ქრისტეს აი ამგვარად, კიდევ ვიმეორებ, იესოს ლოცვის სახით, ანუ ისიხასტური პრაქტიკით, ანუ ევქარისტიული ცხოვრების წესი, როცა იდევნება და განდევნილია ხშირად ეკლესიიდან, წარმართული წესჩვეულებების და რაღაც ხალხური მითოლოგიის დანერგვა ეკლესიაში, ესეც ქრისტეს დევნის ერთ-ერთი სახეა და კიდევ ვიმეორებ, იმ წმინდანების და იმ დიდი მოღვაწეების მე-20 საუკუნისა თუნდაც, რომელთა ისტორიაც ჩვენ მეტნაკლებად უნდა ვიცოდეთ, თუ არ ვიცი. და ასეთ დროს იუდა მოციქული ამბობს, რომ ასეთმა არიციან და გმობენ. ხო და რა იციანო მერე და იციან და ამბობს მერე. იციან ის რაც პირუტყმა იცის, პირუტყული ბუნებით იცის, იმიტომ რომ ადამიანში ხო ცხოველიც არის. აი რაც ამ ქვეყნიური, ამასოფლის პირუტყული ბუნებით იცის, ის იცის. ხოლო ღვთიური არ იცის და რაც იცის, ის რო იცის, მაშინა განიხრწნებიან. ფაქტობრივად ცხოველს ემსგავსება ადამიანი, მას დაკარგული აქვს უნარი ყველაზე მთავარი, ქრისტეს შემეცნების უნარი აქვს დაკარგული. შემდეგ აგრძელებს იუდა მოციქული. ძალიან მკაცრად საუბრობს სხვათა შორის, ძალიან. ესეთი სიმკაცრე ჩვევია ხოლმე ფილიპე მოციქული ძალიან მკაცრად საუბრობს, პეტრეც ხანდახან ძალიან მკაცრად საუბრობს. ვაი მათ და აგრძელებს. რამე თუ საინტერესო მაგალითებს მოაქვს ძველი აღთქმიდან. ვაი მათ რამე თუ გზას ამას კაენისასა ვლენან და საცთურსა მას ბალაამის სასყიდლის აღერინეს და ურჩობით მით კორესითა წარწყდეს. ეხლა ეს ძველი აღთქმის სიუჟეტებია, ძალიან მოკლედ რო გითხრათ, რას ნიშნავს? კაენი ყველა მიცით. ანუ ესათ მკვლელია, ძმის მკვლელი, ხო? ანუ ძმის მოძულე. ანუ ეს ადამიანები რა შემთხვევაში ვერ ცნობენ ქრისტეს, როცა თავის თავში ატარებენ მოყვასის ძმის, მოყვასის სიძულვილს და მკვლელობა სიძულვილის გარეგანი გამოვლენებაა ეს ერთი, ესე იგი მოყვასის სიძულვილი, მეორე საცთურისა მას ბალაამისა სასყიდლისა. ამ ბალაამის აი ამ მოკლედ ეს რას ნიშნავს? ბალაამა ფულზე გაყიდა ჭეშმარიტება. აი ეს საცთური ქონდა ბალაამს, რომ
ფულზე გაეყიდა ჭეშმარიტება. ანუ როდესაც ადამიანი შეიძლება ეკლესიის წიაღში თქვათ, ესე თქვათ, ვაჭრობდეს სიწმინდით. აი ესეთი რაღაც შეიძლება ითქვას და ამის უამრავი ფორმა არსებობს, აღარ ჩამოვთვლი და უჩობითა მით კორესითა. ეს არის რომლებიც მოსეს აუმხედრდნენ და არონს, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თუ დღევანდელ სიტუაციაში განვიხილავთ, ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეკლესიოლოგიური აზროვნება. არიციან ეკლესია რას ნიშნავს და რა პრინციპით არის ღვთისაგან მოწყობილი ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეული და შესაბამისად არ აქვს ეკლესიოლოგიური აზროვნება. ამიტომ ასეთი ადამიანისათვის ნებისმიერი მცდელობა, თუნდაც ეზიარებოდეს, თუნდაც იესოს ლოცვას სწავლობდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერი უნაყოფოა. თუ ადამიანს არ აქვს ეკლესიოლოგიური აზროვნება, ადამიანს არ აქვს წარმოდგენა სად იმყოფება. ყველაზე კლასიკური მაგალითი იუდაა. იუდას არ ქონდა ეს აზროვნება ეკლესიოლოგიური, შეიძლება ასე ითქვას, ერთობაში არ იყო და ამიტომ რო ეზიარა მასში ეშმაკიშევი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, აი ესეთი ადამიანები, ანუ ძმათა მოძულე, მოყვასის მოძულე, ჭეშმარიტების ფულში გამცვლელი და ეკლესიოლოგიური აზროვნების არ მქონე არის ეს ადამიანები, ამ ადამიანებს არ აქვთ უნარი ქრისტეს შემეცნების. დაკარგული აქვთ ეს უნარი. ესენი არიან, რომელნი სიყვარულითა მათ თქვენთა შებილწებულნი, ეხლა რას ნიშნავს ეს? სიყვარულის სერობათა შემბილწველნი. ამაში იგულისხმება ევქარისტიული საღამოები. ანუ წირვა იგულისხმება. ეს ადამიანებიო ბილწავენ ევქარისტიულ ცხოვრებას. ანუ იქ სადაც ეზიარებიან მორწმუნეები. ძალიან საინტერესოა ეს, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ სადაც ჩვენ ხედავთ უკრძალველ მსახურებას სასულიერო პირებიდან. როცა სასულიერო პირები აძლევენ თავის თავს იმის უფლებას, რომ საკურთხეველში ღვთის შიშით არ მოიქცნენ და კრძალვით არ მოიქცნენ. ეს არის ზუსტად ეს შემთხვევა. და პლუს, როდესაც მრევლი არ განისწავლება იმაში, რომ მათ უნდა იცხოვრონ ევქარისტიული ცხოვრებით. როდესაც შეიძლება წირვა მიდიოდეს და პრინციპში არავინ არ ეზიარებოდეს ერთი-ორი ადამიანის გარდა, ესეც მსგავსი რამ არის. ანუ როდესაც ყველაზე წმინდა მსახურება იბილწება არასწორი ცოდნით, არასწორი მსოფლმხედველობით და პირდაპირ უკრძალველობით და უზნეო საქციელით. ამაზეა ზუსტად საუბარი. თანა შეგცხრებიან და უშიშად თავთათვისა ანუ დაურიდებლად ილხენენ თქვენთან ერთად. ესე იგი, ეს მოლხენის მიზეზი აქვს ეს ერთად შეკრებისა და აი ის რაც უნდა იყოს სინამდვილეში, სწორედ ის ხდება, იმის წაბილწვა ხდება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი ვერ ცნობს ქრისტეს. რისთვის არის მოსული, არ იცის, რისთვის არის მრევლის წევრი, რისთვის არის მღვდელი, არ იცის ადამიანი. და ასეთები როგორიაო და ჩამოთვლის იმ სიტყვებით საუბრობს, რა სიტყვებითაც პეტრე მოციქული საუბრობს მსგავს სიტყვებით თავის ეპისტოლეში. ღრუბელნი, ურწყულნი და ქარისაგან მიმოტაცებულნი, აი რომ დაატრიალებს ქარი რა ღრუბლებს თავის ნებაზე. ხენი ზამთრისანი, უნაყოფონი, ორგზის მომწყდარნი, ძირითუთ აღმოფხრილნი, ღელვანი ზღვისანი, განძვირებული, რომელნი აფრქვევენ პეროინ, არო ესე იგი აკაფებული ზღვა შეიძლება ასე ითქვას, აკაფებული რას აკაფებს? თავის სირცხვილს. ვარსკვლავნი ცდომილნი, ანუ ვარსკვლავი, რომელსაც თავისი მყარი ადგილი არ აქვს, რომელთათვის წყვდიად იგი ბნელისა საუკუნოდ დამარხულას, ძალიან მძიმე სიტყვებს საუბრობს. მაგრამ რატომ? იმიტომ რომ აი ეს ადამიანები ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ვერ ცნობენ ქრისტეს, იძულებენ ქრისტეს, კლავენ ქრისტეს, მაშინ ისტორიულად, დღეს საკუთარ გულებში და ადამიანებში. გახსოვთ, რომ ნამდვილად მithქვია ნიკოდიმოს თაწმინდელის ამ დიდი წმინდა მამის სიტყვები სასულიერო პირებზე რო ამბობს, ის სასულიერო პირი, რომელიც არ აზიარებს ადამიანებს განსაკუთრებული მიზეზის გარეშე და წმინდა ზიარებასთან აბკოლებს მრევლის წევრებს, კაცის ყulis ტოლფას სოდვაშია. აი ესეთი შეფასება აქვს ამ წმინდა მამას. ანუ ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა ეს და ამიტომ ასე მწარედ საუბრობს იუდა მოციქული. წინასწარმეტყველა მათთვის მეშვიდემან ადამიანისგან ენუქი არის ის, რომელიც ცოცხლად არის ატაცებული, იცით, ელიას მსგავსად.
და ენუქის წინასწარმეტყველებაზე საუბრობს, რომელიც ბიბლიაში ჩვენ არ ვიცით სად არის, მაგრამ ეთყობა ზეპრ გადმოცემაში არსებობდა და იუდა მოციქული ამბობს და ესე ამბობს ენუქ წინასწარმეტყველი, რომ აჰა ესე რა მოვიდა უფალი ბევრეულითა წმინდათა მისთაითა ყოფა სასჯელისა ყოვლისათვე და მხილებად ყოველთა უხთოთა მათთა ყოველთათვის საქმეთა უხთოებისა მათისათა რომელი ანუ ესე იგი რა უღთოებაში ამხელსო და ჩამოთulis რომელი უსჯულოებდეს ყოველთათვის სიტყვათა ფიცხელთა ანუ ღვთისმგმობის სიტყვებით უსჯულოებენ რომელთა იტყოდეს მისთვის ცოდვილი უხთონი ანუ ესე იგი როცა ადამიანს მეტყველებაც კი არ უარგას სწორედ და ისეთი როგორც უნდა კონდეს და ესენი არიან მდრტვინავი მაბრალობელნი გულისთქმის თვისისაებ მავალნი ანუ ის არა ღვთისნებით მაცხოვრებელი არამედ საკუთარი ნებით მაცხოვრებელი და პირი და მაგრამ ამავე დროს და ნახეთ რას ამბობს ამავე დროს პირი მათი იტყვის გარდარეულსა ანუ ეს ნიშნავს რომ მიუხედავად ესე არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს მაღალ ფარდოვნად საუბრობენ აი ჩემსავით მაღალ ფარდოვნად საუბრობენ და შინაგანი მდგომარეობა კიდე საშინელი აქვს როგორც ესე იგი კითხულობდით და თვალსაღებენ პირსა სარგებელისა მიზესთან ანუ ყველაფერს ანგარებით აკეთებს ამ დროს ყველაფერს ანგარებით უანგაროდ არაფერს არ აკეთებს კაცმოთნეობის გარეშე არაფერს არ აკეთებს ხოლო თქვენ საყვარელნო გვეუბნება იუდა მოციქული მოიხსენეთ სიტყვანი იგი წინასწარ თქმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა რამე თუ გეტყოდეს თქვენ ვითარმეთ უკანასკნელთა ჟამთა რას გვაფრთხილებენო მოციქულებიო და ეხლა გვაფრთხილებს რა უკანასკნელი ჟამი ეხლაც უკანასკნელი ჟამია ქრისტეს მერეს უკანასკნელი ჟამია რომელიც უფრო მძიმდება და უკანასკნელ ჟამსო იქ როგორი ადამიანები იქნებიანო მოკიცხარნი გულისა თქმისისაებ თვისისა მავალნი უღთოისა ანუ უღთო ანუ უღმერთოთ მაცხოვრებელი რომელიც საკუთარ ნებაზე ცხოვრობს რასაც ჩვენ ხედავთ დღეს როგორ ძლიერდება და უფრო მრავლდება ამგვარი უსჯულოება როცა ღვთის კანონი და ღვთის კანონი კი არა ზნეობაც კი აღარაფერს აღარ ნიშნავს ესენია და აქ ძალიან საინტერესო რამეს ამბობს ესენი არიან რომელი განიშორებენ თავთათვის და განიშორებენ თავთათვის ანუ განხეთქილების მიზანი განიშორებენ თავთათვის და ეკლესიიდან ეკლესიაში განხეთქილების შემტანი თავისი მდგომარეობით უზნეობით არასულიერი ცხოვრებით არაეკლესიოლოგიური აზროვნებით შვინვიერნი ანუ გზნობებს აყოლილი ადამიანი რომელთა სული არ აქვს სული არ აქვს აქ იგულისხმება სული წმინდა ანუ ესენი არიან ადამიანები მათ შორის შეიძლება იყვნენ სასულიერო პირებიც კი რომლებშიც სული წმინდა რომლებმაც გული სული წმინდას არ გაუხსნეს თუმცა წესით მონათლულები და მირონცხებულები ვართ მაზიარებელნი ვართ ეს ჩვენში ეს პრობლემა არ უნდა იყოს მაგრამ სული წმინდა როგორც ღმერთი არ არის მოძალადე თავისთავად ცხადია ამიტომ თუ ჩვენი ნებით გულს არ გაუხსნით ჩვენში არ არის დავანებული სული წმინდა უпростоრეთ ის არის მაგრამ ჩემთვის დახურულია ჩვენ როდესაც ვლოცულობთ ჩვენ შიგნით ვეძებთ მასთან ურთიერთობას ღმერთთან ურთიერთობას იმიტომ რომ ჩვენშია მაგრამ ის გული თუ დაუხურეთ მაშინ ჩვენ მას ვეღარ ვპოულობთ და შეიძლება ასე დროს ითქვას რომ ჩვენში სული წმინდა აღარ არის რაც არ უნდა ნათალღებული და მაზიარებელი იყო და მირონცხებული აი ეს არის ხოლო თქვენ საყვარელნო წმინდისა მას სარწმუნოებასა თქვენსაზე და აღაშენებდით სარწმუნოებასაზე და აღაშენებდით თავსა თქვენს ანუ სწორ სარწმუნოებაში წმინდა სარწმუნოებაში აღაშენეთ თქვენი თავი სულითა წმინდითა ილოცევდით თავნი თქვენი სიყვარულითა ღვთისათა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ცხოვრებად და აი აქ ხაზგასმული სული წმინდა აი ყველაფრის საპირისპიროდ სული წმინდით ილოცევდით ანუ ის რასაც ქვია ღმერთთან ურთიერთობა თანამშრომლობა უпростоრეთ ღმერთთან თანამშრომლობა როცა ყოველი ჩვენი სათნოება მადლიდან გამომდინარეა როდესაც ჩვენ ღმერთთან ურთიერთობაში სხვადასხვა საფეხურებს გავდივართ ერთი ის საფეხური როდესაც ადამიანი ადრეც გითხარით მგონი როცა ხედავს თავის ცხოვრებაში ღმერთის ხელს თავის ცხოვრებაში მეორე როდესაც ღმერთს ხედავს საკუთარ თავში
სათნოებების გამრავლებიდან გამომდინარე, რომ სათნოებები მრავლდება სიმშვიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა, ცოცხალი რწმენისა, სიყვარულისა, ღვაწლის სურვილისა, მოწამეობრივის სურვილისა და ასე შემდეგ. ანუ ეს სათნოებები მრავლდება მოყვასისადმი ერთგულებისა და სიყვარულისა, რომელიც მისი არ არის და ხვდება, რომ ეს ღმერთისგან არის და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური, როდესაც ადამიანი თავის თავში ცოცხალ ღმერთს ხვდება, როცა ადამიანი თავის თავში ხედავს მას, ცოცხალ არსებას თავის თავში, რომელსაც ცოცხალი ღმერთი ქვია. აი ეს საფეხურები, რომელიც სწორედ სულიწმინდის მადლითგან ისწავლება და შემდეგ ის როგორც მოძღვარი და გზამკვლევი, როგორც უფალმა გვითხრა სულიწმინდაზე, აი ესე გვასწავლის ჩვენ და ასე ვიზდებით ჩვენ მასთან ერთად. აი ეს არის. ანუ თუ ჩვენ გვინდა დასკვნის სახით ესე შეიძლება ითქვას, თუ ჩვენ გვინდა რომ ქრისტეს ჯვარცმელთა შორის არ აღმოვჩნდეთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნომინალურად რომ ეკლესიის წევრი ვართ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომ იერარქიაში ვიმყოფებით და მე მაგალითად რომ მღვდელი ვარ, ამას პრინციპული მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. დღევანდელი სახარების მაგალითის კმარა იმისათვის რომ ჩვენ ქრისტეს ჯვარცმელთა შორის არ აღმოვჩნდეთ და ვგულისხმობ ქრისტეს ჯვარცმას ჩვენ შიგნით, ჩვენს გულში. რღვევას ეკლესიისა, ჩვენს მიერვე, ჩვენი ხელებით და დევნას იმ ადამიანებისა, რომლებსაც გულში ქრისტე ყავთ, თუ ჩვენ არ გვინდა ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, მაშინ ჩვენ გული უნდა გაუხსნათ საღვთო მადლს, ჩვენი ნება უარყოთ და ღვთისნება გამოვიძიოთ. ჩვენი სიბრძნე უარყოთ, ღვთის სიბრძნე გამოვიძიოთ, ჩვენი სიმართლე უარყოთ და ჩვენი საღვთო სიმართლე გამოვიძიოთ, ჩვენი სიცოცხლე უარყოთ და ქრისტეს სიცოცხლე შემოუშვათ ჩვენში. და გქონდეს ეს აღბეჭდილი ჩვენს გულში ეს პავლე მოციქულის საოცარი სიტყვები, რომ ჩვენ კი არა ვართ ცოცხლები, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩვენში. თუ ქრისტე როგორც ცოცხალი ღმერთი ჩვენში არ დამკვიდრდება როგორც ჩვენი სიცოცხლე, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არასოდეს არ ვიქნებით. აი ეს არის, იმიტომ რომ ჩვენი სიცოცხლე ქრისტეს სიცოცხლეს გარეშე არის ის, რასაც იუდა მოციქული ასე ამხელს კაცრად საკმაოდ. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ძალა სწორი სულიერი ცხოვრებისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.